დღესაც საახალწლო განათლების ჩამოკიდება ჭირდება, თორემ ამჯერად პერმანენტული, სამუდამოდ რომ აგდება, თუ არ ვწდები შურუპებით ჭირდება დამაგრება. წარმოდგენა არ მაქვს როგორ კეთდება. და ამ დროს რას ვაკეთებ? ტუტორიალს ვუყურებ YouTube-ზე სანამ მივალ გამოძახებაზე. ნახოთ აბა რა გამომივა. Let's go. ეს ნათურებია და აი ამ ფასადზე უნდა ჩამოვყიდო აი ეს სიგრძეზე, მაგრამ ძალიან გრძელია და სავარაუდოდ 2 რიგად გავუშვებ. ჯერ ახლა ვზომავ. ძალიან ბევრი სყიდვა მოუვიდა. არ იცოდა. და ესე იგი რას ვაკეთებ? კიდან ავჭიმავთ ზევით, მეორე რიგს ავჭიმავთ ისევ ზევით და მე არკის გარშემო. Hey, hi there. ეხლა სანამ ამას ვამზადებდი, ეს კაცი მოვიდა, მეც მინდაო. ეს არის შემთხვევითი რეკლამა, დაინახა რომ მუშაობ და ეგრევე მომაკითხა, მეც მინდა და ხვალ თუ შეგიძლია მოხვიდეო. კითხო. ეგრევე პრობლემას გადავაწყდი პირველივე შურუპზე. ხა აქ უბრალოდ ვტესტავ. მოკლედ ამ ზედაპირისთვის შურუპები აღმოჩნდა ძალიან მოკლე და ამ ბიჭმა გადაწყვიტა დაებრუნებინა ეს ნათურები და ეყიდა ახალი. იყიდის სხვანაირ ნათურებს, სხვანაირ სამაგრებს და ხვალ კიდევ ერთხელ ვცდით. $50-ზე შევთანხმდით $100 ნაცვლად, შემეცოდა აღარ გამოვართვი მთლიანი თანხა, იმიტომ რომ პრაქტიკულად საქმე ვერ გავაკეთეთ ვერაფერი. ხვალდილით უკვე თავიდან დაიწყება ათვლა. ამასობაში მეორე მისამართზე მოვედი. აქაც ნათურები არის ჩამოსაკიდია, თუმცა სხვანაირი ნათურები იქნება. ამასაც ისეთი ნათურები აქვს, რომელიც ამის ჭერზე არ მაგრდება და ნახოთ აბა აქ რა გამოვა. ამ მეორე მისამართზეც თითქმის იგივე სიტუაცია დამხვდა. ეს საკიდები, სამაგრები რაც ქონა ნაყიდი ჭერზე ჩამოსაკიდებლად, გარე ფასადზე პატარა ზომის აღმოჩნდა და შესაბამისად უწევს რომ ახალი იყიდოს. და ხვალინდელ დღეზე გადავიტანეთ შეხვედრა. ესე იგი რა გამოვიდა? ორგან მივედი, დავხედე და წამოვედი და ორივეგან $50 გამოვართვი, იმიტომ რომ პრაქტიკულად საქმე არ გამიკეთებია. თორე ესე $100 იქნებოდა. ამასობაში მესამე შეკვეთა შემოვიდა კიდე, სადაც ტელევიზორის ჩამოსაკიდი არის დასამაგრებელი კედელზე და რაღაც თაროები არის კიდე ჩამოსაკიდი, მაგრამ ეგ 2 საათშია, შესაბამისად ვაბირჟავებთ. ოკეი. მესამე მისამართზეც მოვედით. ესე იგი ეს ყველაფერი უნდა დავშალოთ და გადავიტანოთ სხვა ოთახში. სათვალე დამიჯდა და დაშლა აწყობის პროცესი ვერ გადავიღე, თუმცა ესაა საბოლოო შედეგი, რაშიც გადამიხადეს $250. ანუ ჯამში დღეს ვიმუშავე 5-6 საათი და გადავკეთე $350.